ჯოჯოხეთი ძალიან საშინელი ადგილია, სადაც ცეცხლის აგონიაში ყოფნისას ძნელია მიიღო წყლის წვეთიც კი. იესომ თქვა, თუ ჩვენი ხელი, ფეხი ან თვალი გვაიძულებს ცოდვას, ჯობია მისი მოჭრა ან ამოგლეჯა, ვიდრე ჯოჯოხეთში წასვლა. ეს იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში ტანჯვა ჩვენი სხეულის ნაწილის მოკვეთის ტკივილთან ვერ შეედრება. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. ბინეიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთის სასჯელი უკიდურესად მტკივნეულია, ჩვენ თვითონვე ვერ მოვკვდებით. ჯოჯოხეთში არ არის სიცოცხლის სიხარულის წამი, მოსვენების წამი და საერთოდ არ არის ხსნის იმედი. არამედ მხოლოდ უზარმაზარი ტკივილი, წინანული და მწუხარება. რატომ მივდივართ ჯოჯოხეთში, თუ არ მოვინანიებთ სახარების მოსმენის შემდეგ? სანამ ამ დედამიწაზე დავიბადებოდით, ჩვენ ვიყავით ანგელოზების სამოთხეში. თუმცა ჩვენ სამოთხეში ჩავიდინეთ ცოდვები და მივიღეთ ჯოჯოხეთში წასვლის სასჯელი. ასე რომ დავიბადეთ დედამიწაზე, სულიერ ციხეში და დროებით აქ ვრჩებით. თუ ჩვენ არ ვეძებთ გზას, რათა თავიდან ავიცილოთ ჯოჯოხეთის სასჯელი ამ დედამიწაზე, ჩვენ განწირულები ვართ ჯოჯოხეთში წასასვლელად. უბადრუკი ადამიანი ვარ. ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ღმერთმა შეიწყალა ჯოჯოხეთის სასჯელის მისაღებად განწირული კაცობრიობა და თვითონ მოვიდა ამ დედამიწაზე, რათა ეჩვენებინა გზა ჯოჯოხეთის სასჯელის თავიდან ასაცილებლად. მე მოვედი ცოდვილთა მონანიებისკენ მოწოდებისთვის. ჩვენი ცოდვების მიტევების მიზნით, რომლებიც სიკვდილამდე მიგვიყვანს და ჯოჯოხეთის სასჯელისგან გვიხსნას. ღმერთმა თავის ხორცი და სისხლი მისცა კაცობრიობას ცოდვილთა გამოსასყიდად. აიღეთ ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. პასექის ღვინო ჩემი აღთქმის სისხლია, რომელიც მრავალთათვის იღურება ცოდვათა მისატევებლად. როდესაც ჩვენ ვიცავთ ახალი აღთქმის პასექს, დალოცულები ვართ ცოდვების მიტევებით და ვიხსნით ჯოჯოხეთის სასჯელისგან. ასევე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მარადიული სიცოცხლე და დაუბრუნდეთ ცაში. ჩემი ხორცის მჭამას და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. თუმცა თუ არ ყოფთ გზავნილს, მიიღეთ ცოდვათაგან შენდობა და მარადიული სიცოცხლე პასექის მეშვეობით. სამოთხეში ჩადენილი ცოდვები ვერ იქნება მიტევებული და ჩვენ უნდა მივიღოთ ჯოჯოხეთის სასჯელი, როგორც ეს განზრახულია. სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. გთხოვთ დაიცავით ახალი აღთქმის პასექი, ღვთისნიშანი ცოდვათა მიტევებისთვის და დაბრუნდით ცაში.